ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო. დღეს წმინდა წერილმა ჩვენ შემოგთავაზა თხრობა იმის შესახებ, თუ როგორი სასწაული აღსრულდა გალილეის ტბაზე. მაცხოვარმა თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და გადასულიყვნენ გალილეის ტბის მეორე მხარეს. ეს მოხდა იმის შემდგომ, როდესაც მაცხოვარმა 2 თევზითა და 5 პურით დააპურა 5000 მამაკაცი, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. ასე ბრძანებს წმინდა წერილი. და მრავალნი მათ შორის განკურნა. და ამ ათასობით ადამიანის დაპურების შემდგომ მაცხოვარმა უბრძანა მოწაფეებს, რომ ჩამსხდარიყვნენ ნავში და გაეცურათ გალილეის ტბის მეორე ნაპირზე. ეს ფრაგმენტი სახარებისა ძალზე მნიშვნელოვანი და ამზრდელობითი შინაარსისაა. მაცხოვარმა, როდესაც მოწაფეებს დაავალა, რომ გაეტეხათ პური და დაერეგებინათ ყველასათვის, თვითონ აკურთხა ეს 2 თევზი და 5 პური და ათასობით ადამიანი იქნა დაპურებული, ხელად ვეუბნება მაცხოვარი მოწაფეებს, რომ ჩაჯექით ნავში და გაემგზავრეთ. და ამას აკეთებს იმისათვის, რომ ეს ხილული სასწაული მოწაფეებისათვის არ გახდეს პატივმოყვარეობის, თავის განდიდების, საკუთარი თავის მოწონების მიზეზი. და თვითონაც განეშორება იქაურობას, მაგრამ ეს პედაგოგიური მოქმედება თავისი მოწაფეებისადმი, რომლებიც უშუალოდ ქრისტესთან არიან და ხედავენ მის ცხოვრებასა და სასწაულებს, გრძელდება. მოწაფეები, ადამიანები, ახლა ჩვენ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი. ერთი გულწრფელი ვიყვეთ საკუთარ თავთან. ჩვენ რო ყოფილიყავით მოწაფეების ადგილას, და ამ სასწაულის ხილველნი ყოფილიყავით, ჩვენში შემოვიდოდა აუცილებლად შეგრძნობა, რომ აი მე დაახლოებული ვარ დიდ ადამიანთან, სასწაულთ მოქმედთან. ამის ნიშანი და მაგალითი წმინდა წერილში არის. გახსოვთ, როდესაც ქრისტეს 2 მოწაფე, იაკობი და იოანე მიდის მაცხოვართან და ეუბნება, რომ დაგვსვი ჩვენ ერთი მარცხენით და ერთი მარჯვენით შენსაო. ეს ძალიან ადამიანური მიწიერი ცნობიერებაა, ძვირფასო ძმანო და დანო.
ეს იმის მაჩვენებელია, რომ მიუხედავად იმისა, რასაც მაცხოვარი მოწაფეებს ეუბნება ამ წლების მანძილზე, ჯერ ბოლომდე მათ მიერ არ არის გააზრებული. ისინი კი თვლიან, რომ ქრისტე დიდია, ქრისტე წმინდაა, ქრისტე არის ძე დავითისი. იმასაც კი ამბობენ, შენ ხარ ძე ღვთისა, ამასაც ეუბნებიან, მაგრამ გონება ვერ იაზრებს ამას და რაც თავარია, გული ვერ ხედავს. ჯერ ეს მდგომარეობა არის. და მაცხოვარს სჭირდება მათი აღზრდა სარწმუნოებაში. იმიტომ რომ ჩვენ წმენით ვხედავთ ღმერთს ადამიანები, ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენ არ ვითხოვთ ღმერთი გამოგვეცხადოს. ჩვენ ეს არ ვჭირდება. არ ვჭირდება რამოდენიმე მიზეზის გამო, ერთი რომ ზუსტადად შეიძლება ეს ჩვენთვის საზიანო იყოს. მეორე ის რომ ჩვენ ამას ვერ დავიტევთ. და მესამე შეიძლება ჩვენ ძალიან არასწორი განწყობები და ფიქრები დაგვებადოს. ანუ ერთი სიტყვით რო ვთქვათ, საზიანოდ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. და ეს რომ შესაძლებელია საზიანო იყოს, აი ამის მაგალითი არის დღევანდელ წმინდა წერილის თხრობაში მოცემული. როდესაც მოწაფეები ჩასდნენ ნავში და გასცურეს, უკვე დღე იწურებოდა. ღამე ჩამოწვა და დაიწყო ღელვა. ეს ღელვა საკმაოდ ძლიერი იყო, რამე თუ შეშინებულები იყვნენ მოწაფეები. სავარაუდოა, რომ როდესაც მათ გასცურეს, ანუ როდესაც დაიძრა ნავი, არაფერი არ მოასწავებდა, რომ შესაძლოა ყოფილიყო ძლიერი ღელვა. ეს ღელვა ატყდა, როდესაც ისინი იყვნენ ისეთ ადგილას, ეტყობა, რომ უკანაც გამობრუნება რთული არის და წინა ნაპირთანაც მისვლას რო იტყვიან, ამასაც ესე იგი ელოდები შიშითა და დიდი მოლოდინით. და აი ამ ვითარებაში, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს, ტალღები დიდი იყო და ქროდა ძლიერი ქარი. და დაინახეს მოწაფეებმა აი ამ აზვირთებულ ტალღებში მათკენ მომავალი მაცხოვარი. ისედაც შეშინებულები იყვნენ მოწაფეები, როგორც აღვნიშნეთ. და მათ შიშს კიდევ უფრო მეტი შიში დაემატა. ვინ არის? ლანდია, მოჩვენება. და რას გვიქადის ეს ყველაფერი, აი წარმოვიდგინოთ, როდესაც
ჩვენ რაღაცა განსაცდელი გვაქვს, აი ძალიან მარტივ რაღაცას ვამბობ, რომელიც გვახასიათებს მრავალს. როდესაც აი რაღაცა განსაცდელი გვაქვს ჩვენ და თუნდაც აი ნახეთ რაღაცა სიზმარი. ხელათვე გვეწყება ვაიმე, რის მანიშნებელია ეგ სიზმარი, ახლა ამ განსაცდელში მე კიდე ეს მინდოდა, როგორ იქნება ჩემი საქმე და 1000 ფიქრი, ესე იგი, თავს დაგვეხვევა და მზად ვართ უკვე გავიქცეთ, ესე იგი, კითხავთან, მზად ვართ ვიღაცა, ასე თქვათ, ვინც ჯადოებს აკეთებს, იმას მოკლედ დაუждეთ და არიქა მიშველე და ამიხსენი სიზმარი და მოკლედ რაღაცა და 1000. აი ასე ვიქცევით ჩვენ ადამიანები და ზოგჯერ ეკლესიის წევრებიც კი ასე ფიქრობთ და სამწუხაროდ ასეთი განწყობა გვებადება. და მაცხოვარი თავის მოწაფეებს ზრდის და აჩვენებს მათ იმას მაგალითს იმისა თუ როგორ უნდა მოიქცეს განსაცდელში ადამიანი. როდესაც ღაღატყვეს შიშით დაიყვირეს, ანუ მოწაფეებმა მაცხოვარი ეუბნება მათ, ნუ გეშინიათ, არამედ განძლიერდით. ნუ გეშინიათ, ნურც მოჩვენების, ნუც რაღაც ლანდის, ნუც ამ აზვირთებული ტალღებისა და ქარის, არამედ გამტკიცდით. ისეთი საოცარი სიტყვები არის ჩვენი გენიალური პოემის ვეფხისტყაოსანის ჭირსა შინა გამტკიცება ისე უნდა ვითქვით კირსაო. ეს ჩვენი წინაპრების სიბრძნე ცხოვრებაში განხორციელებული, გამოთქმული პოეტურად, როგორც დარიგება ცხოვრებისა. ზუსტად აქედან არის აღებული წმინდა წერილი და იმიტომ რომ მორწმუნე იყო ვეფხისტყაოსანის დიდი ავტორი შოთა რუსთაველი. და იქ მოცემული დარიგებები ყველა წმინდა წერილისეული არის. წმინდა წერილის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. მაგრამ გამოთქმული ხატოვნად, პოეტურად, ცხოვრებისეული გამოცდილებით შეზავებული. აი ამგვარი დიდი სიბრძნე გააჩნდა ჩვენ წინაპრებს. ძვირფასო ძმანო და დანო. და ამის შემდგომ როდესაც მაცხოვარი ეუბნება, ნუ გეშინინ, არამედ განძლიერდით, გამხნევდნენ მოწაფეები და პეტრე მოციქულმა ისიც კი გაბედა, თუ შენ ხარ, მაშინ მიბრძანე მე რომ შენთან მოვიდეო. აი უკვე ერთი მაგალითი თუ როგორ გამტკიცდა სული წმინდა მოციქულისა, მან მაცხოვრის სიტყვები ხელათვე შეისმინა, დაიჯერა და გამოხატა თავისი სურვილი ქრისტესთან ახლოს ყოფნისა. და მაცხოვარი ეუბნება,
ვიდოდეო, წამოდიო. და რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ ეს ნავი, რომელიც ტალღებზე ქანაობს, ამ ნავიდან გადმოდგა ფეხი მოციქულმა და წყალზე გაიარა. მაგრამ მოხდა ის, რასაც ქვია მცირედ მორწმუნეობა. ძლიერი იყოვო ქარი და მალღალი ტალღებიო და ნახარა ეს პეტრემ შეშინდაო და როგორც კი შეშინდა დაიწყო ჩაძირვა. დაიწყო ჩაძირვა და ღაღატყო, ანუ დაიწყო ყვირილი. რას იყვირებდა? რა თქმა უნდა, იყვირებდა მიშველეთ. იყვირებდა იესო მიშველე. შეიძლება გულში იმანაც კი გაჰკრა, რომ აი მე ახლა დავიჯერე ეგ სიტყვები და აი ნახე რა დღეში ჩავარდი. და მაცხოვარმა მოკიდა ხელი და ამ ტალღებიდან ამოყვანისას ეუბნება მას, რატომ შეორგულდი მცირედ მორწმუნეო და ხელათვე გაჩდენ ნავზე. დამშვიდდა ღელვა, დაცხრა ქარი და ყოველივე დამშვიდდა. მაცხოვარმა პირდაპირ მიუთითა პეტრე მოციქულს მისი დაძირვის მიზეზი მცირედ მორწმუნეობა და შეორგულება. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ცხოვრებისეულ ყველა განსაცდელში გჭირდება ხნეობა და პირიქით ქრისტესთან მეტი სიახლოვე. და რა გვიშლის ჩვენ ხელს, აი რატომ ვერ ვახერხებთ ამას? გეტყვით, რომ ყველაზე მეტად გვიშლის საკუთარი თავი. იმიტომ რომ დაგვეხვევა აზრები, ამ აზრებს შემოაქვს შფოთი გულში და ჩვენ კარგავთ მოსვენებას. ესე თქვათ, რომ გამოვთქვათ ისეთი თანამედროვე ტერმინებით, განსაცდელის ჭირის დროს ჩვენ კარგავთ უნარს აზროვნებისა, ანალიტიკური აზროვნებისა, რომ გავიაზროთ ქმედებები, ვითარება გავიაზროთ. და უმეტეს შემთხვევაში თუ დავაკვირდებით, აი ჩვენ ასე ფიქრობთ. აჰა, თქვა და რაღაცა განსაცდელი მოხდა, რაღაცა ვითარება, ვამბობ. აი ამ ვითარებაში, აი ნახე ის ასე მოხდა. რატომ ასეთ შეკითხვას ნაკლებად ვსვამთ, რატომ? ასე მომექცა, ეთყობა ჩემს მიმართ ასეთი განწყობები აქვს, ეთყობა რაღაცა ცუდი უნდა ჩემთვის და აი ამ ეთყობა და ეთყობათი ვაგებთ ჩვენ თელს კონსტრუქციას აზროვნებისა. და ეს გვაკარგინებს ჩვენ მერე მოსვენებას, დღისით, ღამით, შემოდის შფოთი, მერე ბრაზდებით, ან პირიქით შეიძლება
ყოველ შემთხვევაში ყველა შემთხვევაში გაუბრაზდებით თავიდან. მერე სიბრაზის შემდგომ მოდის სასუწარკვეთილება. მერე შეცოდება საკუთარი თავისა. ვაიმე უბედური. არავის არ ვჭირდები, არავის არ ვუყვარვარ. და აი ასე ადამიანი იწყებს საკუთარი თავის ამოჭმას. იმის მაგივრად რომ დაეყრდნოს ფაქტებს, რეალურ ფაქტებს, თქვა მოხდა ასე და მეორე ადამიანთან თქვა მისთანაც ვინც არის ამ საკითხში რაღაც შეხებაში რომ მივიდეს და კითხოს, პას დაუსვას შეკითხვები, აი რატომ მოხდა ასე, რატომ მომექცნენ მე ასე. არა აგრესიულად, არა სიბრაზით, როცა გაბრაზდება და რო იტყვიან, აი მე ახლა გიჩვენებ თქვენ სეირს, ესე იგი როგორ მომექცით მეო. არამედ იმისათვის რომ გაერკვეს რა მოხდა და რატომ მოხდა. მაგრამ თქვა ამას გააკეთებს ადამიანი. ჩვეულებრივად ერის კაცი, ნებისმიერი. ვინც არ აყვება ემოციებს. მაგრამ დღევანდელი ჩვენი სახარების მაგალითი ამაზე კი არ საუბრობს. ანალიტიკურ აზროვნებაზე ან არაემოციურობაზე. არამედ ის საუბრობს რწმენაზე და ქრისტეზე მინდობაზე ძვირფასო ძმანო და დანო. ერთი თანამედროვე მოღვაწე მე-20 საუკუნის მოღვაწე საქვს ასეთი სიტყვები ჩვენ გვწამსო ღმერთი მაგრამ არ ვენდობით მასო. ადამიანის როცა გჯერა ხო ვენდობით მას. არც ვამოწმებთ ჩვენ ამ ადამიანს როცა გჯერა. არ ვუმოწმებთ მას სიტყვას, ასე თქვა, ისე თქვა. გვითხრა და გჯერა ჩვენ. იმიტომ რომ სანდო კაცია. და ნუ თუ ღმერთი არ არის ჩვენთვის სანდო ძვირფასო ძმანო და დანო. და როდესაც აი ჩვენ მცირედ მორწმუნეობა გვახასიათებს, მაშინ არის რომ ცხოვრებაში ხდება ზუსტად აი ასეთი ვითარება, როგორც პეტრე მოციქულს დაემართა. მან გადადგა ნაბიჯი ქრისტესკენ. მას კი უნდა ქრისტესთან ყოფნა, მაგრამ რეალობა თურმე სხვანაირია და ვაიმე რა მეშველება მე ამ რეალობაში. განა ამ რეალობაში ღმერთი არ არის? განა როდესაც ქრისტემ უთხრა მას წამოდი ჩემსკენ და გაიარა მან იმ წყალზე, მაშინ არ იყო განა ქარი და ღელვა? მაგრამ რეალობა დაინახა და რეალობა დააყენა ღმერთზე, ქრისტეზე უფრო წინ. თავის შიგნით დააყენა და დაიწყო დაძირვა. აი ეს მცირედ მორწმუნეობა ძვირფასო ძმანო და თანო ჩვენ ყველას გვახასიათებს. სხვადასხვა დონით. ვიღაცას მეტად, ვიღაცას ნაკლებად. მაგრამ ვიცოდეთ რომ ყველა განსაცდელში და ჭირში ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, არ უნდა
ვიყვეთ სულ მოკლენი, შიშმა არ უნდა შეიპყროს ჩვენი გონება და გული. არამედ ხნედ ქრისტესკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ხნედ და მტკიცეთ, რომ ღმერთი ყოველივეს განაგებს ჩემ ცხოვრებაში და ყოველივე იქნება ნებისაებრ მისისა. ეს არის ნდობა ღვთისა. არა ისე როგორც მე მაქვს განსაზღვრული და ჩაფიქრებული, არამედ ისე როგორც ღმერთი ისურვებს. წმინდა წერილში არის სიტყვები ადამიანიო თავის ნაბიჯებს გეგმავსო, ღმერთი წარმართავსო მის გზასო. ღმერთი ჩვენს გზას წარმართავს, ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენ კი გვინდა რომ ნაბიჯები, ესე ვთქვათ, დავგეგმოთ და გონია რომ ამ ნაბიჯებით ისე წარიმართება ყველაფერი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ ასე უმეტესად არ ხდება. და მრავალი რამ, რაც თითქოს დაწყებულა კარგი განზრახვით, ძალიან ცუდად დასრულებულა. და ამისი მაგალითი, აი რომ შორსაც არ უნდა წასვლა, რომ ჩვენს ირგვლივ მოვიკითხოთ, მრავალს ვიპოვით. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, განსაცდელში გავხნევდეთ, ნუ გვეშინია და ქრისტესთან კავშირი ვეძიოთ და მივანდოთ მას ჩვენი სული, მივანდოთ მას ჩვენი ცხოვრება და ღმერთი იქნება ჩვენი შემწე და ჩვენი პატრონი. ამინ. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ ყველანი.